დავიწყოთ იმით, რომ ყველა პროფესია პატივსაცემი და დასაფასებელია, როცა ადამიანი პატიოსანი შრომით შოულობს ფულს. მაგრამ როგორც ერთ ძველ ქართულ ანდაზაშია ნათქვამი, პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო და თუ პოლიტიკური პარტია საკუთარ პოლიტიკურ აღსასრულს არ პროგნოზირებს, დამკრძალავი ბიუროს ხელმძღვანელის დაქირავება რაში უნდა დასჭირდეს. ხუმრობა იქეთ იყოს და 2025 წლის არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით საფრანგეთიდან არც მეტი არც ნაკლები დამკრძალავი ბიუროს ხელმძღვანელი მოიწვია და ამით სადა პროცესი დემოკრატიულად წარმოეჩინა, როცა ამბავი გახმაურდა, პროპაგანდაც ამოიქოქა. არსებობს თუ არა პროფესია დამკვირვებელი. ქართული ოცნება დამკვირვებლებით ნამდვილად ვერ იამაყებს, მაგრამ პროპაგანდისტების გამოზრდით ნებისმიერს შეეჯიბრება. ზემოთ ნაჩვენები ამის მაგალითია. პროფესიით პროპაგანდისტი. მესაფლავები ჩვენ ვართ თქვენი პარტიის, ეს შემიძლია გითხრათ. პარტიის არ ვიცი, მაგრამ ქართული სახელმწიფოებრიობის მესაფლავეებად ნამდვილად იქცნენ ქართული ოცნების თავკაცები ივანიშვილის ლიდერობით და ზოგადად ეს პარტია, მისი მოქმედი თუ ყოფილი წევრებით. იმიტომ რომ მაქვს უფლება. ანახერა უფლება. დამკვირვებელი. დამკვირვებელი ვარ. ყალბია. ცესკოს დამოწმებული. ყალბია. ვინ გიცხავს არ მინდა რომ გაჩვენო ამას ვარულე. ეს ამ ქვეყნის საარჩევნო რუტინა, საარჩევნო უბნებთან მობილიზებული ძველი ბიჭები, მოკრიმინალო ელემენტები, სიებიანი აგიტატორ კოორდინატორები, მერიისა და მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობების პირები, დაშინება, მოსყიდვა, კარუსელი, გადასწორებული და დაუბალანსებელი ოქმები, ხელისუფლების სასარგებლოდ გაბათილებული ბიულეტენები და თან ყოველ შემდეგ არჩევნებზე ვითარება უფრო და უფრო მძიმდება და უარესდება. ხმული არა ისა გამორცხმული. უარესდება საარჩევნო კანონმდებლობაც და ყოველ წელს უფრო და უფრო მორგებული ხდება ხელისუფლების ინტერესებზე. კანონმდებლობის რამდენჯერმე ცვლილებამდეც ქართული ოცნება ცესკოს მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე აკომპლექტებდა. ბოლო 4 წლის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კანონმდებლობა მინიმუმ 20 ჯერ შეცვალა, შესაძლოა მეტჯერაც უბრალოდ აღარ დამითვლია. შეცვლილი კანონმდებლობის მიხედვით ცესკოს შეუძლია ნებისმიერი დადგენილება თუ საკადრო გადაწყვეტილება 9 ხმით მიიღოს. ეს იმას ნიშნავს, რომ არ სჭირდება არანაირი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის ჩართულობა იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები მიიღოს. 8 ვითომ ნეიტრალურ პირს ცესკოში პარლამენტი ირჩევს. ქართული ოცნების უბრალო უმრავლესობა მისთვის საკმარისია. დანარჩენი წევრები ბარიერ გადალახული პარტიებიდან არიან. ანუ 8 ვითომ ნეიტრალურ ოცნების მიერ არჩეულ წევრს დამატებული 1 პარტიული, როგორც ოცნების წარმომადგენელი და ესეც 9 ხმა, რაც ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისია. საარჩევნო კოდექსის მიხედვით ცესკოში წარმომადგენლის ყოლის უფლება აქვს ყველა იმ პარტიას, რომელმაც არჩევნებზე ბარიერი გადალახა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ასეთი ქართულ ოცნებასთან ერთად კიდევ 4 პარტია იყო. საბოლოო ჯამში მივიღეთ ესეთი სურათი. ცესკოში 8 არის ნეიტრალური ტიპი, ოღონდ ესენი რეალურად არიან ქართული ოცნების მიერ დანიშნული ხალხი. 5 არის პარტიული, ოღონდ ამ 5-დან 1 არის ქართული ოცნება. ანუ ჯამში 9 ადამიანი არის, რომელიც იწავს ქართული ოცნების ინტერესებს. ანუ რასაც ქართული ოცნება იტყვის, იმას აკეთებს ეს 9 ადამიანი. აქეთ მხარეს რჩება 4 პარტიული, რომელიც თავიანთ პარტიულ ინტერესებს ატარებენ, ხო? ეს ანუ ეგრეთ წოდებული, მოდი ასე ვთქვათ, ოპოზიცია. არც ერთი ვარიანტი არ არსებობს იმის, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რომელიმე საკითხი გაიტანო. იქიდან გამომდინარე, რომ კანონმდებლობით ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს ხმათა უმრავლესობით. შესაბამისად, 9 ხმა აქვს ქართულ ოცნებას და ნებისმიერ საკითხს წყვეტს და ნებისმიერ შიდა აქტებს იღებს ისე, როგორც მას სურს. არაფერს არ ეკითხება ოპოზიციას საერთოდ. ანუ არც ერთი კვორუმი არ არსებობს, რომელზეც დაჭირდება პარტიული ხმა, ოპოზიციური პარტიული ხმა. ანალოგიური მოცემულობა არის ცესკოში ყველა დონეზე. მაგალითად, როგორი დაკომპლექტებულიც არის ცენტრალური საარჩევნო კომისია, ზუსტად ისევე კომპლექტდება საოლქო საარჩევნო კომისიაც. ვინ ირჩევს ახლა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს? საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ირჩევს ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმათა უმრავლესობით. ანუ შესაბამისად, აქაც არის
ის ადამიანები, ვინც სურს ქართულ ოცნებას. საოლქო საარჩევნო კომისიის შემდეგი არის უკვე საუბნო საარჩევნო კომისია. საუბნო საარჩევნო კომისიას ზუსტად ისე ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისია, როგორც აირჩა ცესკო, საოლქო და შემდეგ უკვე საოლქო საარჩევნო კომისია ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს და აქ მოქმედებს ზუსტად იგივე პრინციპი. ანუ აქაც ირჩევენ 8 ნეიტრალურს კომისიის წევრად. აქედან დანარჩენს უკვე პარტიებიდან, ერთი პარტიიდან კიდე არის ქართული ოცნება, ანუ ხოცები და შესაბამისად აქაც 9 ხმა აქვს. ანუ 9 ხმა აქვს აბსოლუტურად სულ ყველგან ქართულ ოცნებას. შესაბამისად საუბნო საარჩევნო კომისიაშიც ხმათა უმრავლესობა აქვს ქართულ ოცნებას. არც საუბნო საარჩევნო კომისიაში არ ჭირდებათ არავინ, რომ რამე, ასე ვთქვათ, აქტი მიიღონ და დაჭირდეთ ოპოზიციის ხმა. ანუ ვიღებთ მოცემულობას, რომელშიც არჩევნებს მხოლოდ ერთი პარტია ატარებს. ფორმალურად სხვა პარტიებს ამ პროცესში მონაწილეობის უფლება აქვთ, თუმცა არ გააჩნიათ არანაირი ზეგავლენის მოხდენის ბერკეტი. ეს ბერკეტი მხოლოდ ქართული ოცნების ხელში არის, რომლის მიერ ჩატარებული არჩევნებით საერთაშორისო დონეზე არავის უღიარებია და ამ დრომდე ერთადერთი პარტია იყო, რომელიც არალეგიტიმურ პარლამენტში იჯდა. ახლა კი გახარიას შესვლა ამ დისკომფორტს ოდნავ თუ შეუმსუბუქებს. საარჩევნო კომისიასთან შესაბამისობაშია მოწყობილი ოცნების პარტიული სტრუქტურაც. როგორი არის ქართული ოცნების პარტიის სტრუქტურა? ანუ ქართულ ოცნებას ყავს, ესე იგი, მე ვიძახი ახლა ავწეროთ ის ნაწილი, როგორიც არის რაიონებში გაშლილი. ხო? ზუსტად იმდენი ქართულ ოცნებას, ზუსტად იმდენივე რაიონული ორგანიზაცია აქვს, რამდენიც არის საოლქო საარჩევნო კომისია. ესე იგი, რაიონულ ორგანიზაციაში არის თავმჯდომარე. თავმჯდომარეს შემდეგ ყავს დაყოფილი არის უბნებად. და ეს უბნები ზუსტად ისე არის დაყოფილი, როგორიც არის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი საარჩევნო უბნები. ანუ საარჩევნო უბნები ზუსტად ისე აქვთ საოლქო საარჩევნო კომისიას, როგორც აქვს საარჩევნო უბნები, ზუსტად ისე აქვს პარტიასაც. და შესაბამისად ყველა უბანზე ყავს უბნის ხელმძღვანელები. უმოთ ეს უბნის ხელმძღვანელების ზედა სტრუქტურა არის ზონის ხელმძღვანელები. ზოგადად ზონის უფროსები. ზონის უფროსების ქვევით არის უბნის უფროსები. ხოლო უბნის უფროსების ქვედა რგოლი არის, ეს არის რაც ხშირად გაგვიგია არჩევნების დროს, ეს არის მიკროკოორდინატორები. ხო, აი მანქანებში რო სიები უჭირავ და გარეთ როდგან ეგ ადამიანები არიან მიკროკოორდინატორები. სწორედ ეს მიკროკოორდინატორები არიან ის ადამიანები, რომლებსაც ყველა არჩევნებზე მანქანებში დამალულებს ან უბრალოდ საარჩევნო უბნებთან მობილიზებულებს ვხედავთ, რომლებიც მუდმივად ცდილობენ სიები არ გამოაჩინონ. ერთ მიკროკოორდინატორს ჩაბარებული აქვს 50-დან 100 ამორჩეველი. სახელმწიფო საფრთხების სამსახური საჯარო მოხელეების სიას აძლევს პარტიას. პარტია შესაბამისად ამ საჯარო მოხელეების სიას ყოფს ზონებად, ანუ მისი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით გადაეცემა ზონის ხელმძღვანელობას, ზონის ხელმძღვანელობა გადასცემენ უბნის უფროსები გადასცემენ მიკროკოორდინატორებს. ანუ საჯარო მოხელეების სია იშლება საქართველოს მასშტაბით და ჩადის კოორდინატორების დონემდე. ანუ ვინ სად მუშაობს, რა თანამდებობა აქვს, მათი ტელეფონის ნომრები, ოჯახის შემადგენლობა, რამდენი ადამიანია რეგისტრირებული და ასე შემდეგ, ყველა ინფორმაცია მიკროკოორდინატორებამდე ჩამოდის. ანუ ეს არის ის ადამიანი, რომელიც საარჩევნო პერიოდში მიდის უკვე საჯარო მოხელესთან, იმიტომ საჯარო მოხელე მის 50-დან 100-მდე ამომრჩეველი რო არის იმაში ხვდება და შესაბამისად აკითხავს სახლში ამ საჯარო მოხელეებს და ასე ვთქვათ, აფრთხილებს, რომ არჩევნებზე რო წავა და როდესაც მივა არჩევნებზე, ამ ადამიანს უნდა გააგებინოს. ეს უნდა ჩააყენოს საქმის კურსში.
შესაბამისად, ყველა საჯარო მოხელე მათ სამსახურებში გაფრთხილებულები არიან, რომ თქვენ დაგიკავშირდებათ მიკროკოორდინატორი ან უბნის ხელმძღვანელი. აი ეს ორი ადამიანი, მიკროკოორდინატორი და უბნის ხელმძღვანელი, რომლებიც აკონტროლებენ საჯარო მოხელეებს. საქართველოში საჯარო მოხელების რაოდენობა დაახლოებით 350,000-მდე არის. ოცნების კონტროლის მექანიზმი ცხადია ვრცელდება ამ ადამიანების ოჯახის წევრებზეც. მინიმალური რაოდენობა რომ დავთვალოთ და მხოლოდ 2-ზე გავამრავლოთ, ეს უკვე 700,000 ხმა არის. ანუ ოცნებას არჩევნებამდე 700,000 ხმა უკვე გარანტირებულად აქვს. კოორდინატორებმა ზუსტად იციან, სად ცხოვრობენ მათზე მიბარებული საჯარო მოხელეები და რამდენი ოჯახის წევრი ჰყავს მათ და ცხადია, ყველა ეს ხმა მათ სიაშია მითვლილი. ამას ემატება საზოგადოების ადვილად მოწყვლადი სეგმენტები, ესენია სოციალურად დაუცველები, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირები, პატიმრები, რომელთაგან ზოგს საარჩევნოდ გათავისუფლებას, ზოგს მსჯავრის შემცირებას და ზოგსაც სხვა ბენეფიტებს სპირდებიან. და ასევე მცირე ბიზნესი, რომელზედაც მუქარა მარტივია და კიდევ იმ კომპანიების თანამშრომლები, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებით სულტკმულობენ. მილიონ ხმამდე ამ მაქინაციებით უკვე ავიდა ოცნება და ამას ემატება არც თუ ისე დიდი პროცენტი ნამდვილი ამომრჩევლის, რომელთაგანაც ზოგს უბრალოდ ბიძინა უყვარს, ზოგს ნაცების მოbrunების ეშინია და ზოგმა უბრალოდ სხვა ვერავინ აარჩია. ყველა ეს ამომრჩეველი, რომელიც ოცნების სიაშია, უნდა გადაკონტროლდეს, როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების დღეს, რამდენიმე ლოკაციაზე, როგორც უბნის გარეთ, ასევე უბნის შიგნით. როგორ უნდა გავაკონტროლოთ? ამისთვის საჭიროა საუბნო საარჩევნო კომისიაში მოხვდეს ისეთი ადამიანები, რომლებსაც სრულ ნდობას უთხაზებს ქართული ოცნება. და ჩვენ როგორც ვიცით, საუბნო საარჩევნო კომისია დაკომპლექტებულია 8 ნეიტრალური, ეგრეთ წოდებული ნეიტრალური და სინამდვილეში არჩეულია ქართული ოცნების მიერ, ხო? ანუ 8 ქოცი ნეიტრალური, კომისიის წევრი არის. ეხლა რას აკეთებენ ეს კომისიის წევრები? საუბნო საარჩევნო კომისიას ჭირდება თავმჯდომარე მოადგილე და მდივანი, რომელიც პროცესს წარმართავს. მოადგილე და მდივანი ირჩევა იმ დღეს, როცა იხსნება უბნები. ეს არის 30-35 დღით ადრე. და თავმჯდომარე და მოადგილე მდივანი ირჩეოდა ადგილზე. ეს ადამიანები შეიკრიბებოდნენ, ყველა კომისიის წევრი, ეგრეთ წოდებული ნეიტრალურად დანიშნულები, პარტიულად დანიშნულები, ყველა შეიკრიბებოდა და ირჩევდნენ თავმჯდომარე მოადგილე და მდივანს. და შესაბამისად 3000 უბანზე ამის გაკონტროლება იყო ძალიან ძნელი ქართული ოცნებისთვის და შეიძლებოდა სადღაც გამძვრალიყო ისეთი თავმჯდომარე, რომელიც შესაძლებელია მას ვერ გაეკონტროლებინა. ამიტომ კანონმდებლობაში ხა შეიტანეს ცვლილება ამ 8 ადამიანიდან თავმჯდომარეს, მოადგილეს და მდივანს ნიშნავს საოლქო საარჩევნო კომისია პირდაპირ. იმისათვის, რომ შემთხვევით არ გაპარულიყო ამ პოზიციებზე ვინმე ოცნების მოწინააღმდეგე და სისტემას რაიმე არ გამოპარვოდა, ოლიგარქის პარტიამ ამისთვისაც მოიფიქრა მექანიზმი, კერძოდ 2 სახის სერტიფიცირება. ერთი ეს არის თანამდებობის პირთა სერტიფიკატი, CESCO მოიფიქრა ესეთი თანამდებობის პირთა სერტიფიკატი, რომელიც საჭიროა თავმჯდომარე მოადგილე მდივნებისთვის, გადაამზადა თავისი ხალხი და ფაქტობრივად სხვა ადამიანი ამ სისტემაში ვერ მოხვდება და დანარჩენი 5 ნეიტრალური თუ გინდა რომ გახდე ამისთვისაც მოიფიქრა მეორე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი და შესაბამისად ეს 8 ადამიანი გახადა სერტიფიცირებული ანუ პირთა წრე ვისაც შეუძლია რომ გახდეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი დაავიწროვა სერტიფიკატები ააღებინა მხოლოდ თავიანთ ტიპებს მათ მხარდამჭერებს და შესაბამისად უკვე ეს მხარდამჭერები ხვდებიან საუბნო საარჩევნო კომისიაში ანუ სრულად არის ყველაფერი გაკონტროლებული ამ სტრუქტურას ემატება ეგრეთ წოდებული call ცენტრები, რომლებიც არჩევნების დღეს აჯამებენ და აკონტროლებენ სხვადასხვა მხრიდან მოსულ ინფორმაციას. იმის გასარკვევად, ხომ ნამდვილად იგებს ქართული ოცნება და ხომ არ სჭირდება სადმე რომელიმე უბანზე წახმარება. call ცენტრებში ძირითადად მიკროკოორდინატორების, საჯარო მოხელეებისა და მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლების ოჯახების წევრები არიან დასაქმებულები. რეგისტრატორთან, ეს 5 რეგისტრატორი ხო არის ქართული ოცნების? რეგისტრატორთან მისული ამომრჩეველი იღებს ჩვეულებრივად ბიულეტინს, ხელს აწერს
ამოიბეჭდება ის პროცედურა, რაც არის. აქ არანაირი დარღვევა არ არის ამ დროს პროცედურის. უბრალოდ რეგისტრატორი ამ მოსული ამომრჩევლის ნომერს ინიშნავს. რა ნომერმა მისცა ხმა, ანუ რა ნომერმა წაიღო ბიულეტინი. და სიტყვაზე პირობითად ეს არის ნომერი, რიგითი ნომერით 10. ამომრჩევლის ნომერი არის 10. რეგისტრატორი ამ NGO-ს საშუალებით ინფორმაციას აძლევს NGO-ს დამკვირვებელს. NGO-ს დამკვირვებელი ინფორმაციას აძლევს მიკროკოორდინატორს, რომ ნომერი 10 მოსულია. მიკროკოორდინატორი ინფორმაციას აძლევს call center-ს, რომ ნომერი 10 მისულია არჩევნებს. და ეხლა რა შეჭირდება? ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან call center-ი CESCO-დან ფაქტობრივად ონლაინ რეჟიმში იღებს რამდენი ადამიანი მივიდა არჩევნებზე. სიტყვაზე 10, 11, 12 და 13. აი ამ რიგითი ნომრის ამომრჩევლები მივიდნენ უბანზე. ესენი არიან ყველა საჯარო მოხელეები, რომლებიც არიან გაკონტროლებულები. და ეს ინფორმაცია მიეწოდეს call center-ს, რომ საჯარო მოხელეები რიგითი ნომრით 10, 11, 12 და 13 მივიდნენ. შესაბამისად, ვიცით რომ უკვე ქართულ მოცნებამ იცის რომ 4 ხმა აქვს. და CESCO-დან მიღებული ინფორმაციით არჩევნებზე მისული არის სიტყვაზე პირობითად 7 ამომრჩეველი. ძალიან მარტივად ქართული ოცნება უყურებს, რომ არჩევნებს იგებს. იმიტომ რომ 4 მაგისია და 3 უცხოა. როგორც კი ეს ადის სიტყვაზე გაცდება, აქ იქნება 14 და ამას აქ 4, უკვე იწყება პანიკა. პანიკის დაწყებასთან ერთად იწყება შესაბამისი ქმედებებიც, მაგალითად როგორიც არის სხვისი პასპორტებით ხმის მიცემა, კარუსელი და ყველაზე მარტივად ეს ხერხდება რეგიონებში. დიდ ქალაქებში ეს უფრო რთული გასაკეთებელია, როგორც მოხდა გასულ საპარლამენტო არჩევნებზე, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, რომ 80-85% აიღო ოცნებამ. სწორედ ამ ხმებით ახერხებს ხოლმე საერთო შედეგის ამოქაჩვას. თორე თბილისში რა მხარდაჭერა აქვს ბოლო თვითმმართველობის არჩევნებზეც ვნახეთ, როცა კახა კალაძეს თბილისის საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოქალაქეების 80%-მა დაუჭირა მხარი და ისე გახდა დედაქალაქის მერი. CESCO-ს ოფიციალური სტატისტიკით თბილისში 1,282,574 ადამიანი ცხოვრობს. აქედან ხმის მიცემის უფლება 1,43,482 მოქალაქეს აქვს. კალაძემ ბოლო არჩევნებზე 215,363 ხმა აიღო, რაც თბილისში რეგისტრირებული ამომრჩევლის მხოლოდ 20,6%-ია. და რამდენიც უნდა დაგვიწუნოს კალაძემ მათემატიკური უნარები, როგორც ნინო წილოსანი იტყოდა, მათემატიკა ზუსტი მეცნიერება და რიცხვებს ვერსად წაუვალთ. ქალაქს მართავს მერი, რომელსაც ამ ქალაქის ხმის უფლების მქონე მოსახლეობის მხოლოდ 20% უჭერს მხარს. ეს 20% განსაკუთრებით ხაზგასასმელია იმ ფონზე, რომ ქართულ ოცნებას ჰყავს ერთპიროვნულად დაკომპლექტებული CESCO და კონტროლის ის მექანიზმი აწყობილი, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ და ახლაც გავაგრძელებთ საუბარს. ნახოთ რა ხდება უშუალოდ არჩევნების დღეს. ამ დღეს მნიშვნელოვანი როლი აქვს საარჩევნო უბანზე რეგისტრატორებს, რომლებმაც ამომრჩევლის პირადობა უნდა გადაამოწმონ. ახალი კანონის მიხედვით რეგისტრატორი მხოლოდ კომისიის ნეიტრალური წევრი შეიძლება იყოს, ანუ ფოცის მიერ არჩეული ვითომ ნეიტრალური წევრი. ქართულმა ოცნებამ პარტიებს აუკრძალა რეგისტრატორად დაჯდომა. შესაბამისად, მაგიდასთან მოხდა 5 ქართული ოცნების რეგისტრატორი. ანუ თავარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია რეგისტრატორები, ანუ სადაც შეიძლება ვიღაცის სხვისი პირადობა მიაწოდო, სხვისი პასპორტი მიაწოდო და ასე შემდეგ, ანუ ესენი არიან ის რეგისტრატორები, რომლებსაც შეუძლიათ გაატარონ სხვის მაგივრად ამორჩეველი. და ამის მაგალითები ქონდა, ხო, პასპორტში ჩადებული რაღაც სხვა პირადობის მოწმობის ნომრები. ასევე დილით კანონის გამკაცრებამდე დილით უნდა ასე ვთქვათ წილისყრით გამოვლენილიყო ვინ დადგება კარებში. კომისიის წევრი, რომელიც დაანათებს ამომრჩეველს აქვს თუ არა მარკირება. შესაბამისად ამ აქტში წილისყრა ტარდება ამ 4 პარტიულ კომისიის წევრებს შორის. და კანონის გამკაცრებამდე ეს უნდა მომხდარიყო არჩევნების დღეს დილით და აქ ფაქტობრივად კონტროლი და ზეწოლა იყო შეუძლებელი, იმიტომ რომ დილით ტიპი აირჩიეს და შენ სადღაც 8 საათზე იგებ ვინ დგას კარებში.
ამიტომ კანონმდებლობა შეცვალეს და ერთი კვირით ადრე ატარებენ ახლა წილისყრას და ერთი კვირით ადრე ქართულმა ოცნებამ იცის რომელი პარტიული კომისიის წევრი დადგება კარებში. შესაბამისად ერთი კვირა აქვს ზუსტად ქართულ ოცნებას იმის დრო, რომ ეს კომისიის წევრი დაამუშავოს, შეაშინოს, მოისყიდოს, ანუ გააკეთოს ის რაც მას სურს. იმიტომ რომ ერთი კვირით ადრე ჩაატარეს წილისყრა. კანონის შესაბამისად, იმიტომ რომ კანონში შეიტანეს ცვლილება. ანუ დილის 7 საათზე რომ აირჩევდი წილისყრით, ვინც კარებში დგას ნაკადის მარეგულირებელს, იმას ხო 8 საათამდე, ანუ სად უნდა დაავერბო ეს ადამიანი, სად უნდა მოისყიდო. ხო, ამიტომ ეს რო ყოფილიყო გაკონტროლებული, ერთი კვირით ადრე გადმოიტანეს კანონმდებლობით ახლა წილისყრა. და ეს ტიპი ერთი კვირით ადრე შეუძლიათ ძალიან თავისუფლად დაავერბო. შესაბამისად, როდესაც უნდა არჩევნების გაყალბება და უნდა სხვისი პირადობით შემოსვლა, თავარი არის რომ კარებში მისი დავერბოვებული და უკვე მოსყიდული კომისიის წევრი ყავს, რეგისტრატორები უკვე მისი ყავს, ანუ რომელი რეგისტრატორთანაც უნდა იმასთან მიიყვანს და შესაბამისად ახლა 5 ზედამხედველი ხარ თუ არა, იქ უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, 5-ს უყურებ თუ არ უყურებ. თავარია კონტროლის გამართული მექანიზმი, იმის გავრცელება, რომ ყველაფერს ხედავს და აკონტროლებს. სწორედ ამიტომაც იყო პრობლემა წინა საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილი ფაქტი, რომ ბიულეტენები თურმე ჟონავს და დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებელია იმის გაგება თუ ვის მიეცი ხმა. ამ ინფორმაციის გავრცელება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქართული ოცნებისთვის, რომ კოორდინატორების სიაში მყოფ ყველა ადამიანამდე მისულიყო ხმა, რომ არაფერია დაფარული. საჯარო მოხელეს პირველი სამსახურში აკაჩავებს სუსი და მისი ხელმძღვანელობა. ეს საჯარო მოხელე სახლში როდესაც მოდის, სახლში უკვე ხდება მიკროკოორდინატორი, მისი მეზობელი და ეუბნება, რომ ის არის საჯარო მოხელე და არჩევნებზე უნდა წავიდეს. ანუ ეს საჯარო მოხელე დარწმუნებულია, რომ ის არის სრულად კონტროლში. სამსახურიდან, სუსიდან და პლუს მისი მეზობლისგან. ასე რომ ეს ზუსტად აი 100-დან 99 შემთხვევაში მიდის და ქართულ ოცნებას აძლევს ხმას. ამას ემატება ის, რომ იცი რა არის ჟონავს ბიულეტინი და ამით იგებენ, ეს უკვე ფსიქოლოგიური ამბავია. მეორე, უფრო ამას რეგიონებში კარგად ხმარობენ, რომ იცი რა არის, ახლა კომპიუტერები არის ჩართული და ხალხი მთვარე და რაღაცა, ანუ ძალიან ხო, ყველაფერს იგებს, აგერ მასკი, ხალხს აგზავნის მთვარეზე, ექსკურსიაზე და რა უნდა ხა იმის გაგებას შენთვის მიეცი ხმა. ანუ აბოლებენ ძალიან მარტივად რო თქვათ რა. თან მithumetes ისეთი მოწყვლადები, როგორებიც არიან სოციალურად დაუცველები, პირობითი ჯავრის ქვეშ მყოფი ადამიანები, ანუ ამათ რო ეს დააჯერო არის ძალიან მარტივი. ასე იგებს ოცნება არჩევნებს ყოველ წელს. ბოლო არჩევნებზეც ასე იყო, სადაც ლამის მარტო მონაწილეობდა და რამდენიმე ქალაქში მათი მერობის კანდიდატებს კონკურენტებიც კი არ ჰყავდათ. მხოლოდ საკუთარი ამომრჩეველი მიიყვანეს და მერე ამაყობდნენ იმით, რომ თურმე უკონკურენტო არჩევნებში 100% აიღეს. თუ ამ სქემაში რაიმე ძირეულად არ შეიცვალა და საარჩევნო პროცესის კონტროლზე და ორგანიზებაზე კვლავ მონოპოლისტად რეჟიმი დარჩა, ოცნებასთან გამკლავება რთული იქნება. ყოველთვის როცა ნახავს, რომ აგებს და ეს ყოველთვის იცის არჩევნების მიმდინარეობის პარალელურად გამოიყენებს ყველა აკრძალულ მეთოდს. იქნება ეს ხალხის ძალით მიყვანა თუ სხვისი პირადობის მოწმობებით ხმის მიცემა და ეს პირადობები ბლომად ჰქონდა ოცნებას მოგროვებული წინა საპარლამენტო არჩევნებზე. უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა სხვა ადამიანი სხვისი პირადობით აძლევდა ხმას, მათ შორის განსხვავებული სქესის ადამიანის. ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი, რომ ამ სქემაში კოდს მოუგო, არის ის, რომ იმაზე ბევრად მეტი გაბრაზებული და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, ვიდრე ოცნებას ძალით მიჰყავს. საუბარია ნორმალურ არჩევნებზე და ნორმალურ ვითარებაზე და არა 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელშიც ქართული ოცნების გარდა თითქმის არავინ მონაწილეობდა და არც არავინ აკვირდებოდა. ამიტომ კოცი იძულებული გახდა, დამკვირვებელი გამოეგონებინა და ლოგიკურია, რომ ისედაც მკვდარ არჩევნებს 2025 წელს დამკრძალავი ბიუროს ხელმძღვანელი აკვირდებოდა.